დილამშვიდობისა. დღეს მინდა ერთი რაღაცა ვთქვა. გუშინ მოვკარი თვალი Facebook-ზე გია გაჩეჩილაძეს ყავდა ესე რა ქვია, აბაშიძე. ეს აბაშიძე, კარასინის აბაშიძე. ხო და ლაპარაკობდა ეს აბაშიძე იმაზე, რომ ეს უკრაინაში მიმდინარე ომი არ არის უბრალოდ უკრაინაში მიმდინარე ომი, ეს არის რაღაცა გლობალური კონფლიქტი და მომავალში კიდევ გამოჩნდება, რა სიტყვდნენ საქართველოსგან და რაღაც ცირობებს სისულელებს ლაპარაკობდა. მაგრამ მე რა მინდა ვთქვა იცი, რომ კარგი ვთქვათ ეგრეა ყველაფერი რასაც ეგამბობს, დავუშვათ. მე მაინტერესებს რა კავშირი აქვს ამას იმასთან, რომ შიგნით საქართველოში უსამართლო სისტემაა დამყარებული. აი რა კავშირი აქვს ამასთან უკრაინის ომს საერთოდ. რატო ამართლებთ საქართველოში დამყარებულ უსამართლობას უკრაინის ომთან? უკრაინის ომით. აი რატო? ორ თვეზე მეტი გავიდა, უკვე რაც პირველი ჟურნალისტებს დაესხნენ ქუჩაში ნიღბიანი ბანდიტები. ორ თვეზე მეტი. და ის ნიღბიანი ბანდიტები იმ ძალადობის შეჩერება იქვე მდგომა პოლიციამაც არ სცადა, საერთოდ არც უცდიათ, ხელი არ გაუძლევიათ. და ეგ ნიღბიანი ბანდიტები დღემდე თავისუფლად დადიან ქუჩებში, არავის არ დაუჭერია და ეგ მეტყველებს იმაზე, რომ პოლიციაც არ არის დამოუკიდებელი. არც სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, არც პროკურატურა, არც შინაგან, არც არაფერი დამოუკიდებელი არ არის ამ ქვეყანაში. და მაგას რა კავშირი აქვს უკრაინის ომთან? აი ძალიან მაინტერესებს რა. რატო თვლით, რომ ქართული ხალხი დეგენერატია და ამას ჭამს? აი რას ერჩით ქართულ ხალხს? აი მართლა გეკითხებით რა. რა კავშირი აქვს ამიხსენით? აი ამან ყველაფერს, აი ეს უსამართლო აქ ხო სხვა უკრაინის ომზე ხო საერთოდ არის ლაპარაკი ამ მის დროს რა ქვია. პროტესტის დროს. აქ არის ლაპარაკი უსამართლობაზე. პოლიცია რო ძალადობს, ციხლებს რო ურტყავს სახეში ხალხს, მოძალადეებს რო არავინ არ იჭერს, ყველა კანონი რო რეპრესიულია. ეს ამას რა კავშირი აქვს უკრაინის ომთან საერთოდ? და გუშინ კიდე ის ლაპარაკობდა, რა ქვია, პაპუაშვილი ლაპარაკობდა, რომ ეს ჩვენო ამერიკულ და ბრიტანულ კანონს პირდაპირ გადმოვიტანთო აქო. და მერეო ვისაც რამე პრეტენზია გექნებათ ამერიკის და ბრიტანეთის საელჩოს დაუსვით შეკითხვებიო. ხო, ნუ აი დეგენერატებად გთვლია რა. ბიჭო, კანონში კი არ არის საქმე. კანონის არსებობაში. ლაპარაკი არის კანონის უზენაესობის არქონაში, საქართველოში რომ კანონის უზენაესობა არ აქვს. თორე ქუჩაში რომ ვიღაცა თავს დაგესხმება და თავს გაგიტეხავს, ეგეთი ადამიანი რომ პასუხისგებაში უნდა მისცე, ეს ყველა ქვეყანაში არის ეგ კანონი. ამერიკაშიც არის ეგ კანონი და საქართველოშიც, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ ამერიკაში ეგ კანონი ყველას ეხება და საქართველოში ეგ კანონი ყველას არ ეხება. საქართველოში ეგ კანონი ეხება მარტო ვიღაცას. ოპოზიციის წარმომადგენელს თუ ვინმეს დაესხა თავს, თორე თუ ქოცი დაესხა თავს ოპოზიციის წარმომადგენელს, იმას ეგ კანონი არ ეხება საერთოდ. ეგ არის პრობლემა, თორე თვითონ კანონის არსებობა კი არა. და რადგან საქართველოში მოძალადეებს არ იჭერენ, აი ეს კანონი მიუხედავად ამ კანონის არსებობისა მოძალადეებს არ იჭერენ, ეს პასუხი მოუთხოვა ამერიკის საელჩოს, რომ რატოა ცუდი კანონი მეთქი? მართლა დეგენერატები გონი ვართ თუ რაშია საქმე? რას ერჩით ამ ქართულ ხალხს? გამაგებინეთ რა.